მგზავრთა გადამყვანი ოპერატორები მგზავრების გადაყვანა სპეციალური ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებენ. 1 დეკემბრიდან იუსტიციის სახლებში ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განაცხადების მიღება იწყება. რა შეიცვლება მგზავრთა გადაყვანის ინდუსტრიაში და რა სარგებელს მიიღებენ მოქალაქეები, ასევე რას ფიქრობენ ავტოექსპერტები ავტოსადგურების რეფორმის საკითხზე. მარი მელიქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის 2025 წლიდან ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მგზავრთა გადამყვანების ფუნქციონირება უნდა მოაწესრიგოს, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. კერძოდ, 1 დეკემბრიდან იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება. ამ მიზნით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, როგორც ცნობილია, სერვისებზე ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება უშუალოდ ნებართვებს, მათ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 3 წლის ვადით გასცემს. ნებართვების მიზანი იქნება ხელი შეეწყოს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ავტომობილო სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნას, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ გარდა მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისა ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დასჭირდებათ ავტოსადგურებსაც, რომლებიც ჯამში 3 კლასად დაიყოფა. კანონქვემდებარე აქტების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის ავტოსადგურებისთვის ფუნქციონირების პირობებს ადგენს, ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევა. ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მომავალი წლიდან ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრა, არის ის, რომ დიდ მანძილებზე მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსით მოხდება. ბუნებრივია, ამ რეფორმას ეხმაურებიან ავტოექსპერტები და მას აუცილებლად მიიჩნევენ, რადგან ფიქრობენ, რომ დღეს მგზავრთა გადაყვანის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტები დარღვეულია. დღესდღეობით მგზავრთა გადაყვანა არის პრობლემატურ საკითხებში, ვინაიდან პრაქტიკულად არ არის დაცული უსაფრთხოების წესები. ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ არის ეგრეთ წოდებული უკანონო ავტოსადგურები, თვითორგანიზებული, სადაც არანაირი სტანდარტი არ არის ასევე დაცული და გვაქვს ის რეალობაც, რომ არსებობენ ასევე ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები, რომლებიც არ ემორჩილებიან არანაირი წესს, რაც კი შეიძლება იყოს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ანუ ეს არის სფერო, რომელიც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, საჭიროებს სერიოზულ რეფორმას. ეს ცვლილებები, ეს რეფორმები არის შესაბამისი საერთაშორისო მოთხოვნების და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისაც დაწერილია, ხო, რეალურად განხორციელდეს და არ დარჩეს დაწერილად. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ავტოსადგურები, მძღოლებიც გარკვეულწილად უნდა იყვნენ შეგუებულებიც ამ ცვლილებებისთვის. დაახლოებით 2018-ში ჩავატარეთ კვლევა, გამოვიკვლიეთ ავტობუსები და ადამიანები, ვისაც მგზავრები გადაყავდა და ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინეთ. კერძოდ დარღვევა იყო როგორც ავტოსადგურების ფუნქციონირების წესებში, ასევე დარღვევა იყო უშუალოდ იმ ავტომობილებითაც გადაყავდათ, ან მიკროავტობუსები და ავტობუსებით, ანუ გაუმართავი სატვირთო ავტომობილებით ხდებოდა გადაყვანა. ჩვენ მომამზადეთ მაშინ 2018-ში რეკომენდაციების პაკეტი ეკონომიკის სამინისტროსთვის და ჰქონდა ძალიან დიდი განხილვა ამასთან დაკავშირებით და მოხარული ვარ, რომ რაღაცა კანონ პროექტის სახე მიეცა ამას და უკვე 1 დეკემბრიდან შეიძლება მოხდეს, ესე რომ ვთქვათ, აღსრულების გაუმჯობესება, კერძოდ ნებართვების გაცემა, მაგრამ ამ ნებართვის გაცემაშიც არსებობს თავისი განსაკუთრებული წესები. ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ყოველ ნახევარწელიწადში უნდა მოწმდებოდეს, არის თუ არა ნასამართლები, იქ მთელი რიგი მოთხოვნები არის ავტოსადგურებთან დაკავშირებით, მაგალითად ის, რომ ავტოსადგური სერტიფიცირებას ვერ გაივლის და ვერ აიღებს სერტიფიკატს, თუ შესაბამისი კატეგორიის შენობა ნაგებობა არ ექნება. გარდა უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხისა, დარგის ექსპერტები ბიზნესის სარგებელზეც ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ახალი თამაშის წესების ამოქმედება სექტორში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ხელს შეუწყობს, ვინაიდან მათი შეფასებით ამჟამად ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდისავლით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. ექსპერტების განმარტებით აღურიცხავი გადამყვანები წლის განმავლობაში ფაქტობრივად იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც ავტოსადგურები. ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს
ქვეყანაში არც ავტოსადგურების ოფიციალური რაოდენობაა ცნობილი და არც მძღოლების. ამასთან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტით მომსახურებაც. ჩვენ უკვლევის ფარგლებში ადრე როცა ჩავატარეთ ვაკვირდებოდით თვითონ ავტოსადგურების მუშაობის პრინციპს, მაგალითად თუ ავტობუსი უნდა გავსებულიყო, შესაბამისად ვერ ხერხდებოდა, რადგან იქ მიმდებარედ ეგრეთ წოდებული მინივენების მხრიდან ხდებოდა მგზავრების ატაცება, შესაბამისად ეს ადამიანები ვერ მიდიოდნენ ავტოსადგურებამდე, მინივენების ძალიან ბევრი რიგები იდგა ხოლმე ავტოსადგურებთან მიმართებაში და ვფიქრობ ესეც დასარეგულირებელი იქნება, იმიტომ რომ რეალურად ის მძღოლები, რომლებსაც გადაყავდათ ასე მგზავრები, ჩვენ არ ვიცით მათ აქვთ თუ არა შესაბამისი კვალიფიკაცია, რამდენად არიან უსაფრთხო მძღოლები და უსაფრთხო სტანდარტებით გადაადგილდებიან გზებზე. შესაბამისად არ ვიცით არც მათი სახელი, გვარი, არაფერი და რაღაცა შემთხვევაც რომ მოხდეს, ანუ იდენტიფიცირება შეუძლებელია. სფერო არის მთლიანად ჩრდილოვანი, ანუ ის არის აბსოლუტურად გაურკვეველი, გაუგებარი შემოსავლების ნაწილშიც, ასევე გაუგებარი არის ხაზები, როგორ ფუნქციონირებს, ანუ ვინ არის ამ ხაზის მფლობელი. ან თქვენ რომ მოგინდეთ დასაქმება ეხა, სად უნდა მიხვიდეთ, სად უნდა და ვის უნდა სთხოვოთ. ან ეს ხაზი თავის ფორმით რა არის, ხო? ანუ დაუშვათ თბილისი, ქუთაისი, ან თბილისი, ბათუმი. რა მარშრუტია, ვინ დაგეგმა? გარდა ამ უსაფრთხოების ნაწილისა, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ბიზნესის ნაწილიც, რომელიც სრულიად ბუნდოვანია. ანუ არ ვიცით მძღოლთა რაოდენობა, არავინ იცის ავტოტრანსპორტის რაოდენობა, არავინ იცის ავტოსადგურების რაოდენობა, არავინ იცის რა შემოსავალია, რის მიხედვით არის. არც არავინ იცის ასევე ეს შემოსავალი, ან იგივე მგზავრობის საფასური შესაბამისია თუ არა მგზავრის უსაფრთხოებასთან, ან მგზავრის კომფორტთან. შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეფორმაზე ქვეყანაში ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით 2023 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. როგორც გითხარით, რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.